იმისთვის, რომ რეჟიმის წყობებს შეუგზავნოთ ისინი ციხეში, საახალწლოდ გავახაროთ და აქ ვიდგებით ყოველ დღე 8-დან 10-მდე მოვაგროვებთ ამ წიგნებს და მერე ხალხის სახელით გადავცემთ რეჟიმის წყობებს. ყველამ გავიაზრეთ ის, რომ ხელა ძალა გვაქვს, რამდენი ვართ ერთმანეთს შევხედეთ, დღეს რომ მუხტი ვიგრძენი, ეგეთი მუხტი არ მიგზნია დიდი ხანია, არა და ერთი თვეა უკვე აქციები მიმდინარეობს. ამიტომაც ყველას გააზრებული გვაქვს, რომ დიდ პროცესში ვართ და ყველას გააზრებული გვაქვს, რომ ერთად ყველაფერს შევწყვეტთ. ვაპროტესტებთ და ჩვენ ხედავთ ამ რუსების შიშს, ხედავთ მოღალატეების შიშს, ხედავთ რომ დაასანქცირეს. ბიძინა ივანიშვილი არის, როგორ ვთქვათ, სახეწაშლილი დღეს და მისი მარიონეტებიც არიან სახეწაშლილები. აღარ იციან რა თქვან, არიან უკვე აგონიაში და რას იზავენ და რა გეგმები აქვს თვითონ არ იციან მომავალში. ჩვენ კი ვიცით. ჩვენ ვიცით რომ მიდგებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ სასურველ მიზანს. სასურველი მიზანი კი ყველამ ვიცით რაც არის. ეს არის ახალი არჩევნები, სამართლიანი, რაც ყველაზე მთავარია. და რუსული რეჟიმი უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, უნდა დასრულდეს. ერთვის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ მე ვიტყოდი, რომ გაჩნდა ახალი საქართველო, ახალი ძლიერი, სუფთა, წესიერი, ჯანსაღი ქვეყანა, ჯანსაღი საზოგადოება, მისი ჩასახვის პროცესი იყო ალბათ გაზაფხულზე და ახლა ამ ერთ თვეში მართლა უკვე მთელ საქართველოს მოედო, რაღაცა თვით ფილტრაციის პროცესია. ერთ მხარეს რჩება ეს კორუმპირებული, რა ვიცი, სინდის ნამუს გარეცხილი, მოძალადე პატარა უმცირესობა, რომელსაც ხელთ უპყრია მთელი ძალაუფლება და ვერ ხვდება რომ უნდა თავს უშველოს და მეორე მხრივ აი მართლა გაჯანსაღებული აი ამ მრავალწლიანი დეზინფორმაციისგან, ცილისწამებისგან, ძალადობისგან, კორუფციისგან გათავისუფლებული და გაწმენდილი ახალი საზოგადოება. ახლა ეს არის ჩემი აზრით დიდი მიღწევა. რა თქმა უნდა, პროტესტები არ განელდება, სანამ ეს უზურპატორი ხელისუფლება არ დატოვებს როგორ ძალაუფლების მარწუხებს, ალბათ მათ დიდი ალბათობით იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ყოველდღე უმატებენ ისინი თავიანთ დანაშაულებებს, რომ ალბათ დიდი ალბათობით მათ აღარ დაედგომებათ ამ ქვეყანაში. მე ჯერა იმისი და მგონია, რომ ალბათ ემზადებიან გასაქცევების საპოვნელად, რომელი ოფშორული ქვეყანა მიიღებს მათ, იქნება ეს აფრიკაში, აზიაში თუ ლათინურ ამერიკაში. მიხედონ თავის საქმეს, დატოვონ ეს ქვეყანა და გაანებონ სისხლის წოვას ამ ქვეყნის. აი ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იმას მივახცეთ, რომ ყველაფერი ეს ამას ის შედეგი მოაქვს, რომ ხალხს ესმის ჩვენი ხმა ევროპაში, ამერიკაში და ამას მოყვება ეს სანქციებიც, იმიტომ რომ ქართულ ხალხს დგან ისინი გვერდში და არა ჩვენ მთავრობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ გაგრძელდეს მუდმივობაში გადაიზარდოს, რაც უკვე გადაზრდილია 30 დღეა, თითქმის გავართ აქ ყველა. და ეს შეუძლებელია მოძრაობამ შედეგი არ მოიტანოს. იმიტომ რომ ფიზიკის კანონია. მოქმედება ყოველთვის დებს შედეგს. ჩემი აზრით რაღაც მიღწევები და შედეგები უკვე გვაქვს, თუნდაც ის რაც გუშინ მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად უკვე დასანქცირებულია, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. და მე ვფიქრობ, რომ მთავარი ამის გამოწვევი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პროტესტი არის უწყვეტი, ხალხი არის ქუჩაში, იმიტომ რომ სხვანაირად თუნდაც ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, იმის და მიუხედავად მოგწონს თუ არა, ძალიან რთულია რომ რაღაც დაუსაბუთონ, რომ მართლა ხალხი უკმაყოფილოა, თუ ხალხი ქუჩაში არ დგას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ იმის და მიუხედავად რომ ახალი წელია და ქართველებს რაღაც გვიყვარს ეს აღნიშვნები, არ უნდა შევჩერდეთ და პროტესტი უნდა იყოს გაგრძელდეს, იყოს უწყვეტი, მანამ სანამ ჩვენს მიზანს არ მივახცევთ.